სოფლიდან რო ხალხი გარბის მუშახენი რო აღარა სახელმწიფოდან არა ხელში შეწყობა სახელმწიფოდან სიამოვნებაში თელი პრობლემა მაშინ მდგომარეობს, რომ სოციალური დახმარებების სისტემაში, როცა ადამიანს თვეში რაღაც 500 ლარს გარანტირებულად რაღაც ფორმით აძლევ, ის არ თვლის საჭიროდ რომ იმუშაოს. რჩება სულ ღარიბი. ეს პრობლემა მარტო ჩვენთან კი არ არის, ამერიკაშიც ასეა. სოცდახმარებაზე შემჯდარი ხალხი, გაზარმაცებული, მერე ზოგი ნარკოტიკებზე ზის, იმიტომ რომ საქმე არ აქვს, რომ იმუშაოს, სოცდახმარებას მოუხსნიან და დოვლაც არ ქმნის. ბატონი კიდევ უფრო მეტ ამას ითხოვს. ანუ აი კიდევ უფრო მეტ ამას, რომ მოდით მთავრობამ გადაიხადოს ფული ამ ადამიანებში, რომელს ადამიანები დაასაქმოს და ფულს რო უხდი არ მუშაობს, გესმით? ანუ ადამიანი რო იყოს დასაქმებული, არ უნდა მუშაობდეს. ან ფული შემოსავალი რო არ გაქვს, მხოლოდ მაშინ ფიქრობ, რომ მუშაობა დაიწყო. თუ ციდან მანანები გეცემა, ფული შემოდის თავისით და შენ სამსახურს ეძებდე, გიჟი არ უნდა იყო კაცო? ფული როგორ დახარჯოს მოიფიქრე, ფული თუ გაქვს, რატომ მუშაობ? ანუ ვიღაცა უბრალოდ ხა არსებობენ სხვადასხვა ადამიანები, რომელსაც 500 ლარი არ ყოფნის, 1000 ლარი არ ყოფნის. ცდილობს რომ თან მოითხოვოს და იმუშაოს, იმიტომ რომ თუ ოფიციალურად დაუნახეს რომ ან ტაქსით ან რაღაცის შემოსავალი მიიღო, შეიძლება ეს მოუხსნან ეს დაფინანსება. და ადამიანი ფაქტობრივად არალეგალურ შრომას ახმარს, ვინც შედარებით პატიოსანია და ან არ ყოფნის ეს ფული. თორე მე უამრავ ადამიანებს ვიცნობ. უამრავ ადამიანებს ვიცნობ განსაკუთრებით სოფლებში, რომლებიც ბირჟაზე დგანან, ბოლოს და ბოლოს დამჭირვებია და ვიცი რომ მუშები ვერ ვიპოვე, სადღაც თხილის შემგროვებელი მუშები ვერ ვიპოვე. პირად მაგალითებს გეუბნები რაღაც დროს. ჩემო მეგობარმა სასტუმროს მუშები ვერ იპოვა. და სავსე ადამიანებს რა დადის, დადიან ხალხი. უბრალოდ არ უნდა მუშაობა. იმიტომ რომ ურჩევნია რომ სოცდახმარებაზე იყოს. მილიონი სხვა გარემოება აფერხებს იმისთვის რომ იმუშაოს. ბიზნესმენს ბიუროკრატია აფერხებს რომ იმუშაოს. ხო და თქვენ კიდე ამბობთ რომ კიდევ უფრო მეტი უნდა მიხედოს მთავრობამ, მიხედილი აქვს მთავრობას. სამუშაო ადგილების შექმნასო, მეტი რა ქნან? აი რამდენი სამუშაო ადგილი შექმნეს? თითო სასაფლაოზე 20 კაცი ყავთ დასაქმებული. სოფლებში თითო სოფელში 30-40 30-დან 50-მდე შტატია შექმნილი. გზის მეთვალყურედან დაწყებული სასაფლაოს იმითი და ბიბლიოთეკის გამგით დამთავრებული. უბრალოდ ეს სამსახურები არავის არ ჭირდება. ეს ხალხი იმისთვის არის მასე მოსყიდული, რომ საბავშვოში 51 შემოხაზოს. ეს ბიუროკრატია იმისთვის კი არ არის შექმნილი, რომ ადამიანებმა უკეთესად იცხოვრონ. რა, თავისი შინაარსით სოფელში დამაგრებას არ გავს? მოდი სოფელში 50 სამუშაო ადგილი შევქმნათ. 300 მართალია 300 ან 500 ლარიანი. მართალია ამით ადამიანები სიღატაკეში დარჩებიან, მაგრამ ხმას რომ ჩვენ მოგცემენ. და თქვენ კიდევ ასეთი სამუშაო ადგილების მოწყობის გაგრძელებას თხოვთ. ნაცვლად იმისა, რაც გითხარით. თავიდან ერთად დავიწყე საუბარი. ნაცვლად იმისა, რომ იმ უპატრონო ქონების გადაცემა მოითხოვოთ, რომლებიც ყველა სოფელშია. ყველა თაგორიანი ადგილი უპატრონოთ არის მიგდებული და ბიუროკრატია ჭამს. ნაცვლად იმისა, რომ ამ ადამიანებს გადავცეთ, თვითონ ნახოს იქ რისი გაკეთება შეუძლია, შრომის საშუალება მივცეთ და სახელმწიფო ზურგზე არ იყვნენ წურბელებივით მოვიძდრები. ხო და გეუბნებით საერთოდ სხვა რამეა გასაკეთებელი. ამ ღატაკებზე დასარიგებელია ქონება, რომელიც უპატრონოა. ჩამოსახსნელია ეს ხალხი სოციალური დახმარებებიდან, ვისაც მუშაობა შეუძლია და ჯანმრთელია. და ამ ადამიანებს უნდა ქონდეთ როგორც საშუალება იშრომონ, ასევე სტიმული რო იშრომონ. ეს არის გამოსავალი. მე ასეთი ადამიანი ფულს რო იშოვის საკუთარი შრომით, უფრო ნაკლებად დაუჯერებს რომელიღაცა ცრუბელადს, რომ მის უკეთეს ცხოვრებას შექმნიან, მაგრამ როცა შენ ხარ სოცდაუცველი, მათხოვარი, რომელიც ბიუჯეტზეა შემჯდარი წურბელასავით რამე ფორმით, იქნება ეს ასე ხელოვნურად შექმნილი ადგილი თუ კოორდინატორი თუ სკოლის პედაგოგი, ოღონდ აი ამ პრინციპით, როგორც ახლა მეგეუბნებით. მაგ ადამიანს არ გაუჩნდება არასოდეს განცდა, როცა თავში წამოარტყამენ თასი რატომ ვირტყამო. თუ შენ ვიღაცა გაჭმევს, ვიღაცა უზრუნველყოფს შენს უსაფრთხოებას იმ გაგებით, რომ სამსახურიდან არ გაგაგდონ და სულ რაღაცა წურბელასავით იყო, უზრუნველყოფს შენს უსაქმურობას, ხო ის რა პანგურს რა მოგარტყამს, როცა შენ ცუდად მოიქცევი, უნდა აიტანო, მადლობა უნდა უთხრა, რომ პურს გაჭმევს ამის მიუხედავად. ხო და ეს არის ძალიან მარტივი პრინციპი, ცხოვრებისეული.